ქალბატონებო და ბატონებო, დღეს გამორჩეული დღეა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, დღე, რომელიც ყველას გვაერთიანებს, დღე, რომელიც ყველას გვეამაყება, დღე, რომელსაც ყველა ერთმანეთს ვულოცავთ, რადგან ეს დღე ჩვენია. ყოველწლიურად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ახალწლეულები ფიცდებენ ღვთისა და ერის წინაშე და ჩვენი ქვეყნის ჯარის ღირსეული წევრები ხდებიან. წელს საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტები ფიცდადებენ ჩვენი დიდებული გამარჯვებებითა და მდიდარი ისტორიით სავსე სიმბოლოებად ქცეულ ადგილას, სადაც წარსულმა შვა ჩვენი აწმყო საწინდარი იმ მომავლისა, რომელიც აუცილებლად გაგვაერთიანებს და რომლითაც ვიამაყებთ. დღეს საზეიმო ფიცი დაიდება მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერთან. მცხეთის სამთავრო საქართველოს ქრისტიანობის სათავე, ადგილი, სადაც ქართველთა ერთიან ერად ჩამოყალიბება დაიწყო. წმინდა ნინო კაბადოკიელი, მირიან მეფე და ნანა დედოფალი, ქართველებისთვის ეს წმინდათა წმინდა სახელები მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრისგან განუყოფელია. სამთავრო, ჩვენი სარწმუნოების პირველი ცენტრი, პირველი ნავსაყუდელი. საუკუნეები არ წმენით მოვდივართ და ასე იქნება, ვიდრე საქართველოა. საზეიმო ფიცი დაიდება დიდგორის ველზე. დიდგორი, საქართველოს ისტორიის ყველაზე საამაყო გამარჯვების სიმბოლო. გამარჯვებისა, რომელიც საქართველოს გამთლიანების და თბილისის სამშობლოსთან დაბრუნების საწინდრად იქცა. მეფე დავით მეოთხე აღმაშენებელმა უთანასწორო ბრძოლაში დიდებულ გამარჯვებას მიაღწია და დასაბამი მისცა ქვეყნის გაერთიანებას. დიდგორის გამარჯვება იქცა თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლოდ, ყველაზე ღირსშესანიშნავ მოვლენად საქართველოს ისტორიაში. ეს იყო ძლევაის საკვირველი. საზეიმო ფიცი დაიდება ბეთანიის მონასტერთან. ბეთანიის მონასტერი ბევრჯერ მიტოვებული და ლამის დავიწყებას მიცემული. ქართველი რომანტიკოსისგან შემთხვევით აღმოჩენილი და მოგვიანებით აღდგენილი. ტაძრის კედლიდან ღვთაებრივად მოჩანს ქართველთა სათაყვანებელი მეფის თამარის სახე. გვიხარის, ვუმზერთ. აქ ცხადი და სიზმარი თითქოს ერთმანეთში არეულა და ქართული კულტურის თვალსაჩინოებისთვის გაცისკროვნებულა. შოთა რუსთაველი და ვეფხის ტყაოსანი. უნიკალური დამწერლობა და ხუროთ მოძღვრება. ენა ქართული და ამ ენაზე შექმნილი შედევრები. საზეიმო ფიცი დაიდება გერგეტის სამებასთან. გერგეტის სამება. ზღვის დონიდან 2200 მეტრზე ყინვარ წვერის კალთებზე მოქცეული საოცრება, საიდანაც ზამთარ ზაფხულ კავკასიონის მწვერვალები მოჩანს. აქ კავკასიონის ქედი ორ ზღვაშუა გადაჭიმული თათა და მწვერვალთა წარმოუდგენელი სილამაზე საქართველოს ბუნებრივ დამცავ კედლად აღმართულა. გერგეტის სამება, ტაძარი, რომელიც გვირგვინად ადგას კავკასიონის ქედს, ქართველთა უტეხი ბუნების გამოხატულებად იქცა. საზეიმო ფიცი დაიდება კაცხის სვეტთან. კაცხის სვეტი ხელთქმნილი და ამავდროულად ხელთუქმნელი საოცრება. უხსოვარი დროიდან ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი სარიტუალო ცენტრი. მე-6-მე-6 საუკუნიდან განდეგილ ქრისტიანთა თავშესაფარი. აქ აღმართული 131 საფეხურიანი კიბე თითქოს ხმელეთიდან ზეცისკენ მიმავალი გზა. მე-11 საუკუნის დასაწყისში სწორედ ამ მხარეში დაიწყო საქართველოს ერთიან სამეფოდ ჩამოყალიბება. იმერეთი მოექცა ქვეყნის გამთლიანების სათავეში. ქალბატონებო და ბატონებო,
ყველა ეს დიდებული ადგილი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გვიყვარს და გვეამაყება, გვაერთიანებს და აღგვაფრთოვანებს. და რა თქმა უნდა, ტრადიციულად საზეიმო ფიცი დაიდება საქართველოს დედაქალაქში, თბილისში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალს გახსნილად ვაცხადებთ. ხალბატონებო და ბატონებო, მივესალმოთ მოემართებიან დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები. აკადემიის ისტორია 1918 წლიდან იწყება. 1993 წლის 28 მაისს კი შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო აკადემია, რომელსაც 2003 წელს დიდი სახელმწიფო მოღვაწისა და ძლევამოსილი მხედართმთავრის, საქართველოს მეფის დავით აღმაშენებლის სახელი მიენიჭა. აკადემია საქართველოს თავდაცვის ძალებისა და ქვეყნის ერთგული უმაღლესი განათლების ოფიცერთა კორპუსის ჩამოყალიბებას ემსახურება. 2014 წლიდან აკადემიის მსმენელებს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში 1921 წელს გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად ისტორიული სახელი იუნკერი დაუბრუნდათ. ხალბატონებო და ბატონებო, საქართველოს თავდაცვის ძალების, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა. საქართველოს საჰაერო ძალების ისტორია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან იღებს სათავეს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საჰაერო ძალები აქტიურად მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში, რასაც არაერთი სამხედრო მფრინავი შეეწირა. მათ შორის საქართველოს ეროვნული გმირი, უფროსი ლეიტენანტი ზურაბ იარაჯული. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ქართველმა მფრინავებმა მრავალი საბრძოლო გაფრენა განახორციელეს. დღეს სამხედრო საჰაერო ძალები წარმოდგენილია ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის სახით. სარდლობის ქვედანაყოფები საქართველოს საჰაერო სივრცის დასაცავად შვიდობიანობის დროსაც საბრძოლო მზადყოფნაში არიან. ხალბატონებო და ბატონებო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. ლიცეუმი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების თავარსარდლის, საქართველოში პირველი სამხედრო სკოლის დამაარსებლისა და ხელმძღვანელის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელს ატარებს. სიმბოლურია, რომ 2023 წლიდან კადეტთა სადღესასწაულო თუ ყოველდღიური ფორმა გენერალ გიორგი კვინიტაძის სამხედრო ფორმის ასლია. კადეტთა ახალ ფორმაზე გამოყენებული სიმბოლოები გელათის აკადემიაზე გამოსახული წიგნის სიმბოლოსა და გელათის მონასტრის კედლის მხატვრობის ფრაგმენტს იმეორებს. თავდაცვის სამინისტრო აღმოსავლეთ საქართველოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს აშენებს. ახალი სასწავლებელი დასავლეთ საქართველოს ლიცეუმის ანალოგი იქნება და ის აღმოსავლეთ საქართველოს დაფარავს. ხალბატონებო და ბატონებო, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მეხუთე საარტილერიო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები. ქართული არტილერიის ჩამოყალიბება 1992 წლის იანვარში დაიწყო, როდესაც
არტილერისტებისგან შექმნილმა მოხალისეთა ჯგუფმა პირველი საარტილერიო ქვედანაყოფი შექმნა. 1992 წლის 10 ნოემბერს მანამდე არსებული ყველა საარტილერიო ქვედანაყოფი ერთ ქვედანაყოფად გაერთიანდა და ეწოდა პირველი საარტილერიო ბრიგადა. საარტილერიო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა საომარ მოქმედებაში და საერთაშორისო მისიებში, სადაც მათი როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. 1993 წლის 2 ივლისს გმირობის ფურცელი ჩაიწერა, როდესაც ტამიშ-ოჩამჩირის ოპერაციაში გმირულად დაიღუპნენ პოლკის მეთაური პოლკოვნიკი თეიმურაზ ლომთათიძე და რიგითი დავით თირქია, რომლებიც გმირობისა და მამაცობისთვის გარდაცვალების შემდეგ მუდმივად ირიცხებიან საარტილერიო ბრიგადის პირადი შემადგენლობის საპატიო სიაში და მათი მაგალითით იზრდებიან მომავალი არტილერისტები. ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმოთ საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა. სპეციალური ოპერაციების ძალების ისტორია 1999 წელს დაიწყო, როცა ნატოს წევრი პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით კოჯორში წარმატებით განხორციელდა სპეციალური დანიშნულების კურსი. 2009 წელს ქვედანაყოფს სპეციალური ოპერაციების ძალები ეწოდა, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სამხედრო მოქმედებაში სპეციალურ ოპერაციასა და საერთაშორისო მისიაში მიიღო მონაწილეობა. 2023 წლიდან სპეციალური ოპერაციების ძალები სპეციალური ოპერაციების სარდლობად ჩამოყალიბდა და ჩართულია ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების პროგრამაში, რის ფარგლებშიც ერთი სერტიფიცირებული სპეციალური ოპერაციების დავალების ჯგუფი 2023 წლიდან იმყოფება ნატოს სწრაფი რეაგირების საბრძოლო მორიგეობაზე. მუდმივი განვითარებისა და მაღალი საბრძოლო მზადყოფნისთვის საფუძველი ჩაეყარა ახალი ბაზის მშენებლობას, რომელიც შესაბამისობაშია ნატოს თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურასთან. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს შორის არიან სპეციალური დანიშნულების პირველი კურსდამთავრებული მაიორი გელა ჭედია და სერჟანტი კახა თავგორაშვილი. გელას სახელი სპეციალური ოპერაციების საწვრთნელ ცენტრს ეწოდა. სპეციალური ოპერაციების ძალების ერთ-ერთი საწვრთნელი ობიექტი კი კახას სახელს ატარებს. ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმოთ საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 სუბუქი ქვეითი ბატალიონის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების სამხედრო მოსამსახურეები. მე-12 სუბუქი ქვეითი ბატალიონი პირველი საკონტრაქტო პროფესიული სამსახურის ქვედანაყოფია, რომელიც 2001 წელს ჩამოყალიბდა და პირველმა გაიარა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა. მას კომანდოს ბატალიონს უწოდებენ. 2004 წელს ცხინვალის რეგიონში განვითარებულ საომარ მოქმედებებში გმირულად დაიღუპა ბატალიონის კაპრალი ზაზა დამენია, რომელსაც გამოჩენილი მამაცობისთვის ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ქვედანაყოფმა იბრძოლა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და მონაწილეობა მიიღო ყველა საერთაშორისო მისიაში. ბატალიონი ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების პროგრამაშია ჩართული, რის ფარგლებშიც 2 ქვეითი ასეული გაცხადებულია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში, ხოლო 2022 წლიდან 1 ქვეითი ასეული ნატოს სწრაფი რეაგირების საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფება. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის 22 ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები.
ბატალიონი ჩამოყალიბდა 2005 წელს და გაიარა სრულფასოვანი საბრძოლო მომზადება, რის შემდეგაც აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა სწავლებასა და საერთაშორისო მისიაში. ბატალიონი მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში. ასევე სამშვიდობო მისიებში ერაყისა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკებსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. 22 ბატალიონი ერთ-ერთი გამორჩეული ბატალიონია, როგორც საბრძოლო მომზადებით, ისე საბრძოლო გამოცდილებით და დღემდე წარმატებით ახორციელებს დაკისრებულ ამოცანებს. ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმოთ საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 202 ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი. 202 ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი 2009 წლის 30 აპრილს ჩამოყალიბდა და ის ეროვნული გვარდიის 9 ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონიდან ერთ-ერთია. 2019 წლიდან ბატალიონი თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან ტერიტორიული რეზერვით დაკომპლექტდა. ტერიტორიულ რეზერვში ირიცხებიან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები და სტუდენტები, მათ შორის ქალები, რომლებსაც სარეზერვო სამსახური წარმატებულ სამოქალაქო კარიერასთან აქვთ შეთავსებული. დღეს რეზერვისტები მზად არიან სამხედრო მოსამსახურეების მხარდამხარ იდგნენ ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის სადარაჯოზე. ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმოთ საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში კანონიერებისა და დისციპლინის დაცვაზე კონტროლს უზრუნველყოფს. დეპარტამენტი დაარსების დღიდან აქტიურად არის ჩართული როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სწავლებებსა და საერთაშორისო მისიებში. აგრეთვე მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის წარმოებულ საომარ მოქმედებებში. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს ჩამოყალიბდა. მან უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საქართველოს როგორც თანამედროვე დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნასა და განვითარებაში. ეროვნული გვარდიით იწყება საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორია. გვარდია იყო ის პირველი სამხედრო ქვედანაყოფი, რომლის ბაზაზეც საქართველოს დღევანდელი თავდაცვის ძალები შეიქმნა და ჩამოყალიბდა. თანამედროვე საქართველოს ისტორია სავსეა გვარდიელების გმირობისა და პატრიოტიზმის მაგალითებით. საქართველოს ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას 650-ზე მეტი გვარდიელი სიცოცხლე შეეწირა. დღეს ეროვნული გვარდიის პრიორიტეტები, რეზერვის მომზადება-გადამზადება, მისი მობილიზაცია და მართვა, თავდაცვის ძალების ტერიტორიული რეზერვით მხარდაჭერა, მოხალისეთა ორგანიზაციებთან ურთიერთობა და საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია. 2003 წელს აკადემია დაარსდა სერჟანტთა მომზადების სკოლა, სადაც უცხოელი პარტნიორების დახმარებით სერჟანტთა სამხედრო პროფესიული განათლების სხვადასხვა მოსამზადებელი კურსი შეიქმნა. აკადემიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომსა და სხვადასხვა საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში. 2013 წელს
სერჟანტთა მომზადების სკოლა სერჟანტთა მომზადების ცენტრად გარდაიქმნა და 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა. 2018 წლიდან კი აკადემიის სტატუსი შეიძინა. სერჟანტთა აკადემიის განათლების ძირითადი მიზანი საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის სამეთაურო უნარ-ჩვევების მქონე მომავალი ლიდერი სერჟანტების წვრთნა და განათლება. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა. ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მუდმივი მდგრადობის შენარჩუნებაში. ამისათვის სარდლობა საჭიროებისამებრ ახორციელებს საჭირო მარაგების შექმნას, უსაფრთხოდ შენახვას, დროულად უწყვეტად დარიგებასა და განაწილებას. სარდლობა პასუხისმგებელია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების დაქვემდებარებაში არსებული შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის განკარგვაზე. სარდლობა სტიქიური უბედურებების და კრიზისების პერიოდში მხარს უჭერს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 32 ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები. ბატალიონი ჩამოყალიბდა 2004 წელს და გაიარა სრულყოფილი საბრძოლო მომზადება, რის შემდეგაც აქტიურად ჩაერთო საერთაშორისო სწავლებებში და სამშვიდობო მისიებში. ბატალიონი მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2010-დან 2017 წლამდე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო ოპერაციის ფარგლებში ბატალიონმა 5 როტაცია განახორციელა. 2018 წელს კი წარმატებით დაასრულა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა. 32 ბატალიონი ერთ-ერთი გამორჩეული ბატალიონია, როგორც საბრძოლო მომზადებით, ისე საბრძოლო გამოცდილებით. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მეოთხე ქვეითი ბრიგადის 51 ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები. ბატალიონი ჩამოყალიბდა 2005 წელს და ჩამოყალიბებისთანავე გაიარა მომზადების სრულყოფილი პროგრამა, რის შემდეგაც აქტიურად ჩაერთო სამშვიდობო მისიებსა და საერთაშორისო წვრთნებში. ბატალიონი მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში, სადაც გმირულად დაიღუპა ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, რომელსაც გამოჩენილი მამაცობისთვის ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. დღესდღეობით მიმდინარეობს ბატალიონის დაკომპლექტება ახალი ჯავშარ-მანქანებით, რის შედეგადაც მისი შესაძლებლობა 1 ორად გაიზრდება. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი. ცენტრს საფუძველი 2008 წელს ჩაეყარა და გაერთიანდა კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრთან, რომლის ამოცანა თავდაცვის ძალებისთვის ახალ წვეულთა წვრთნა და მომზადება იყო. 2013 წლიდან საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი გამოეყო ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანის და ჩამოყალიბდა თავდაცვის ძალების ცალკეულ ერთეულად, რომელსაც 2015 წლიდან რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული მებრძოლის, უფროსი სერჟანტის ზაზა ფერაძის სახელი ეწოდა. 2019 წელს საბრძოლო მომზადების ცენტრისთვის ახალ ქალაქში აშენდა თანამედროვე ნატოს სტანდარტების ინფრასტრუქტურა.
და მუდმივი დისლოკაციის ადგილად ახალ ქალაქი განისაზღვრა. საწყისის საბრძოლო მომზადების ცენტრი ამაღად ატარებს ბრძოლაში გმირულად დაღუპული ზაზა ფერაძის სახელს და ახალწვეულებს საქართველოს თავდაცვის ძალებისათვის მის მაგალითზე ზრდის. ქალბატონებო და ბატონებო, რეკრუტები სამშობლოსა და ერის წინაშე საზეიმოდ დადებენ ფიცს და საქართველოს თავდაცვის ძალების რიგებს შეუერთდებიან. ქალბატონებო და ბატონებო, გვაქვს პატივი რეკრუტთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალის თანამონაწილენი გავხდეთ და მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერთან, სადაც ყველაფერი ჩვენს ქრისტიანულ მრწამს გვაახლოებს. ქართველთა რწმენამ საუკუნეებს გაუძლო. სხვადასხვა ეპოქაში ამ რწმენით შევძელით გამკლავებოდით მტერს. სახელოვნად გვებრძოლა და მხრებში გაშლილებს ლაღად გვეზიდა ჯვარი, რომლის სიმძიმემაც ლამის ცა დაგვამაღლა. დიდება ქართველთა რწმენას, რომელიც გვეამაყება და გვაერთიანებს. ფიცი დაიდება დიდგორის ველზე, სადაც დავით მეოთხემ შეუძლებელი შეძლო. აღმაშენებელმა საქართველოს უძლიერეს სახელმწიფოდ გადაქცევაში მოახერხა. დასაბამი მისცა ოქროს ხანას და მემკვიდრეებს დაუტოვა ქვეყანა გადაჭიმული ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. დიდება დიდგორზე გამარჯვებას, რომელიც გვეამაყება და გვაერთიანებს. საზეიმო ფიცის დადების მოწმენი გავხდებით ბეთანიის მონასტერთან, სადაც საქართველოს დიადი წარსული ყველაზე ცხადად გამოსახულა. თამარ მეფე და ოქროს ხანა, შოთა რუსთაველი და ვეფხის ტყაოსანი, ჩვენი დამწერლობა და ლიტერატურა. დიდება ქართული ანბანით შექმნილ კულტურას, რომელიც გვეამაყება და გვაერთიანებს. ფიცი დაიდება გერგეტის სამებასთან, სადაც კავკასიონი საქართველოს ყველაზე მედიდურ დარაჯად ცადაზიდულა. საუკუნეების განმავლობაში ხევის ისტორიაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის მემატიანე, რომელიც ქართველთა უდრეკი მებრძოლი ბუნების გამომხატველ სიმბოლოდ ქცეულა. დიდება ნატიფ ხუროთმოძღვრებას და ქართული ბუნების სიდიადეს, რომელიც გვეამაყება და გვაერთიანებს. საზეიმო ფიცი დაიდება კაცხის სვეტთან, სადაც ბუნების ღვთაებრიობა და ქართველთა თავისუფლებისადმი სრაფვა ჰარმონიად იქცა. 100 წლის წინ სწორედ ამ მხარეში დაიწყო ეროვნულ განმათავისუფლებელი ბრძოლა, რომელსაც მთელი საქართველო შეუერთდა. აღმოსავლეთის მოწინავე რაზმს კი სათავეში ქაქუცა ჩოლოყაშვილი ჩაუდგა. დიდება ქართველთა თავისუფლებისთვის ბრძოლას, რომელიც გვეამაყება და გვაერთიანებს. ამ მართლაც განსაკუთრებულ ადგილებში წვევამდელთა საზეიმო ფიცის დადებით კიდევ ერთხელ ვამბობთ, დიდება საქართველოს, დიდება ჩვენს ქვეყანას, რომელიც ასე ძალიან გვეამაყება და ყველას გვაერთიანებს. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტო, თავდაცვის ძალების უმაღლესო მთავარსარდალო, თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა საზეიმო ღონისძიებაზე მოწყობილია. თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი მათიაშვილი. გამარჯობა ბატონებო. თავისუფლად. აღლუმო, თავისუფლად. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს სახელმწიფო დროშა. აღლუმო, სვენა. სწორება დროშაზე. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. აღლუმო, თავისუფლად. ქალბატონებო და ბატონებო, ყოველ 26 მაისს ტრადიციულად ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს. 100 წლის წინ 1924 წლის ზაფხულში საქართველოს ისტორიას კიდევ ერთი დრამატული ფურცელი შეემატა. საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს საუკეთესო შვილები დახვრიტა. საბჭოთა ჯალათები ცივსისხლიანად პირდაპირ ვაგონებსა და წინასწარ გათხრილ ორმოებთან ხვრეტდნენ ქართველ პატრიოტებს. მემატიანემ მხოლოდ მშრალი ფაქტები შემოგვინახა. დახვრიტეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი 11 ქართველი პარლამენტარი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. ვასილ გურჯუა ერთიანი საქართველოს თავისუფლებისა და
დემოკრატიისთვის მებრძოლი აფხაზი დეპუტატი. ილია კოპალეიშვილი, წინააღმდეგობის მოძრაობის ყველაზე ასაკოვანი წევრი. ვასო ცაბაძე, თანაპარტიელების პატიმრობიდან გათავისუფლების აქტიური მონაწილე. სარდიონ თევზაძე, თბილისის არალეგალური პარტიული კომიტეტის მდივანი და ერთ-ერთი ლიდერი. ალექსანდრე ჩიქავა, ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის მოძრაობის აქტიური წევრი. ვასილ ნოდია, ოკუპაციის დროს რიგით ჯარისკაცად მებრძოლი, ემიგრაციაში წასული და განმათავისუფლებელი ბრძოლისთვის დაბრუნებული ქართველი პარლამენტარი. გოგიტა ფაღავა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური სპექტრის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი. გაბრიელ სისკარიშვილი, ბოლშევიკებთან მებრძოლი უდრეკი წინააღმდეგობრივი ხასიათით გამორჩეული პატრიოტი. ვალიკო ჯუღელი, ემიგრაციიდან მობრუნებული სახალხო გვარდიის სარდალი, ყველა ფრონტზე თავისუფლებისთვის მებრძოლი სამხედრო მოსამსახურე. ნოე ხომერიკი, გამორჩეული პოლიტიკოსი, ამიერკავკასიის სეიმის წევრი, გარდამავალ პერიოდში ამიერკავკასიის მიწათმოქმედების მინისტრი და ბენია ჩხიკვიშვილი, ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი, ერთ დროს გაციმბირებული და კატორღა მისჯილი, თბილისის მოურავი და დემოკრატიული წესით არჩეული ქალაქის პირველი მერი. პირველი პარლამენტარი ქალის ქრისტინე შარაშიძის სიტყვებით რომ ვთქვათ, განა ვიცით, სად დაგიტიროთ, სად ვეძებოთ შენი საფლავი, მაგრამ შენ ხომ გულის უღრმეს ფსკერზე ხარ დამარხული და დაუღვრელი ცრემლის მლაშე ფენაზე დგაფარია. არ დაგივიწყებ, არა და არა, არა და არა, ვიდრე თეთრს გული. ქალბატონებო და ბატონებო, გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულთა ხსოვნას. გმადლობთ, გთხოვთ ვიდგეთ ფეხზე, რადგან ვიწყებთ ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალს. აღლუბო, სმენა! ფიცის დადება შეუდექი. მე საქართველოს მოქალაქ შევდივარა სამხედრო სამსახურში. ფიცო! კეთილსინტეზიანად შევისწავლო სამხედრო საქმე. ღირსეულად განვაგრძო წინაპართამხედრული ტრადიციები. ფიცო! კიდე დავიწყო სამხედრო დისციპლინა. როგორც სახელმწიფო ძლიერების საფუძველ და საფუძველ. ფიცო! შევინახო მალდობილი სამხედრო საიდუმლოები. შევასრულო სამხედრო წესდების ყველა მოთხოვნა. და მეტაურის ბრძანება. ფიცო! კიდე დაუდგე საქართველოს სადარაჯოს. და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისას. თუ აფიც გავდე, ასუქისგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე. ფაროვდეს ღმერთი!
ბატონო გენერალ-მაიორო, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის რეკრუტებმა მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერთან სამხედრო ფიცი დადეს. სერჟანტი თქვითაია. ბატონო გენერალ-მაიორო, საწყის საბრძოლო მომზადების კურსის რეკრუტებმა თითქოს ველზე სამხედრო ფიცი დადეს. სერჟანტი ჯანჯღავა. ბატონო გენერალ-მაიორო, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის რეკრუტებმა ბეთანიის მონასტერთან სამხედრო ფიცი დადეს. უფროს სერჟანტი ცხოვრებაძე. ბატონო გენერალ-მაიორო, საწყის საბრძოლო მომზადების კურსის რეკრუტებმა გერგეთის სამებასთან სამხედრო ფიცი დადეს. უფროს სერჟანტი თავშავაძე. ბატონო გენერალ-მაიორო, საწყის საბრძოლო მომზადების კურსის რეკრუტებმა კაცხის წვეთთან სამხედრო ფიცი დადეს. უფროსი სერჟანტი აბრამიშვილი. ბატონო გენერალ-მაიორო, საწყის საბრძოლო მომზადების კურსის რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს. მასტერ სერჟანტი მღებრიშვილი. გალბატონო პრეზიდენტო, თავდაცვის ძალების უმაღლესო მთავარსარდალო, თავდაცვის ძალების პირადმა შემადგენლობამ სამხედრო ფიცი დადო. თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი მათიაშვილი. ბატონებო, გილოცავთ ფიცის დადების დღეს. აბო, თავისუფლად. ქალბატონებო და ბატონებო, სიტყვა ეძლევა საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. მივესალმები პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს. მივესალმები თავდაცვის მინისტრსა და თავდაცვის ძალების მეთაურს. მივესალმები ქართულ ჯარს. მივესალმები მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეებს, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისა და უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელებს. მივესალმები საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს. მივესალმები დიპლომატიურ კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მივესალმები სრულიად საქართველოს. მოგმართავთ თქვენ საქართველოს ჯარისკაცებო, თქვენი უმაღლესი მთავარსარდალი, ვინც იცავთ საქართველოს და მის დამოუკიდებლობას. მოგმართავთ თქვენ, ვინც დღეს დებთ ფიცს და მზარდ ხართ ემსახუროთ საქართველოს. გამარჯვებული და დაუმარცხებელი აერი, რომელიც ამდენი საუკუნის შემდეგ, ამდენი ომისა და დაპყრობის მცდელობის შემდეგ დღეს დგას თავისუფალი, ამაყი და უდრეკი. ეს თქვენი დამსახურებაა და ჩვენი საერთო მონაპოვარია. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არ ვუღალატებთ იმ ადამიანებს, იმ გმირებსა თუ უცნობ ჯარისკაცებს, ვინც თავი შესწირა სამშობლოს და მის დამოუკიდებლობას. ჩვენი მუდმივი პასუხისგებლობაა, რომ მათ მიერ მოპოვებულ და გადმოცემულ საგანძურს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს გაუფრთხილდეთ და არავის დაუთმოთ. მივმართავ სრულიად საქართველოს, მოგმართავთ თქვენ და ვიცი რამდენად გტკივათ ჩვენი ქვეყნის დღევანდელობა. ვიცი დღეს რა განცდებითაც მისმენთ. მაშინ როცა ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ გესახებათ. ნუ მიეცემით უიმედობას. ეს ქვეყანა და მისი დამოუკიდებლობა აქამდე თქვენი ამ ქვეყნის მოქალაქეების მოყვანილია, შენარჩუნებულია და დღეს ჩვენვე უნდა გავაძლიეროთ
და განვამტკიცოთ. არაა შემთხვევითი, რომ საქართველოსათვის გადამწყვეტ დროს ქვეყნის პრეზიდენტი იმ ემიგრაციის შვილია, რომელიც იბრძოდა და ამზადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას. იმ დამოუკიდებლობას, რომელიც გამოცხადდა 1918 წლის 26 მაისს. შეიძლება ისიც არ იყოს შემთხვევითი, რომ დღეს ქვეყნის პრეზიდენტი ის ადამიანია, რომელმაც მშვიდობიანად გაიყვანა შემოსული რუსის ჯარები. ჩემი წინაპრებისა და ქვეყნის წინაშე, ჩემს ვალდებულებად მივიჩნევ, ყველაფერი გავაკეთო ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მისი ევროპული მომავლისათვის. საქართველოში ჩამოსვლამდე ეს პირობა მივეცი ჩემ თავს და ჩამოსვლის პირველივე დღიდან სწორედ ეს მიზანი მამოძრავებს. ეს პირობა მოგეცით თქვენ, როდესაც კონსტიტუციაზე დავდე ფიცი და მინდა იცოდეთ, რომ არც ჩემ თავს, არც ჩემ ფიცს და არც ჩემს ხალხს არ ვუღალატებ. თქვენი ხმა მესმის და ვიცი, თქვენი დღევანდელი განცდები და ემოციები. ვიცი, რაღაც გაურკვევლობა, შიშიც კი და აუტანელი შემოპარული ფიქრი, რომ რისთვისაც აქამდე ყველა ერთად ვიბრძოდით, დღეს ხელიდან ვითომც და გვეცლება. მაგრამ ისიც ვიცი, რომ ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს. არ დაუშვებთ. ჩვენ აქ ვართ ადამიანები, ამ მიზნის ირგვლივ გაერთიანებულები, ვისაც გვახსოვს საქართველო დამოუკიდებლობამდე და ვისაც სწამდა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის მიზანს მივაღწევდით. და აქ ხართ ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებელ თავისუფალ საქართველოში დაიბადეთ და ვერც წარმოგიდგენიათ სხვანაირი საქართველო. ვერ წარმოგიდგენიათ სწორედ იმიტომ, რომ ხართ თავისუფალნი, დამოუკიდებელნი და ვერასდროს შეეგუებით მონობას. დღეს თქვენით და ახალი თაობის შემართებით იბადება ახალი საქართველო და წარმოიქმნება ახალი ენერგია. საქართველომ კიდევ ერთხელ ისევე, როგორც მრავალჯერ საკუთარ ისტორიაში გვაჩვენა თავისი ნამდვილი სახე. შიშის გარეშე, შურის გარეშე და სიძულვილის გარეშე. ქვეყნის ახალი ენერგია მოდის ახალი სიტყვით, ახალი აღქმით, გამბედაობით, სიყვარულით, ერთობით, ღირსებით და მას ვერაფერი გააჩერებს. დღევანდელ საქართველოს ვერავინ აიძულებს ხელახლა იცხოვროს სხვისი მრწამსით, სხვისი დოგმებითა და ბორკილებით. სწორედ ამიტომ მტკიცეთ მწამს. საქართველოს ვერავინ და ვერასოდეს დააბრუნებს წარსულში. მჯერა და მინდა თქვენს დაგარწმუნოთ, რომ არც ჩიხში ვართ შესულნი, არც ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ და არც უიმედობასა და ნიჰილიზმს აქვს ადგილი ჩვენში. ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენ ხელშია და გამოსავალიც ჩვენვე უნდა მოვნახოთ. მე როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მისი დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების და საგარეო კურსის გარანტი, ვხედავ ჩემს პასუხისგებლობას ამ გამოსავალის პოვნაში. გამოსავალი არსებობს და ჩვენ თვალწინ ნათლად ჩანს. და რა არის ეს გამოსავალი? პირველ რიგში ჩვენი ევროპული გზის გადარჩენა.
ამ გამოსავლის ქვაკუთხედია. დღეს, როდესაც რუსეთის აჩრდილი თავს გვადგას ევროპასთან და ამერიკასთან პარტნიორობა და დაახლოება ჩვენი დამოუკიდებლობის, მშვიდობის, შენარჩუნების და გაძლიერების ჭეშმარიტი გზაა. ის, ვინც ამ გზას საბოტაჟს უწყობს და აზიანებს, ის ფეხქვეშ თელავს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და უსაფრთხო მომავალს, თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს სრულყოფილ წევრად ქცევის გზას. ევროპული კავშირი არის თავისუფლების სივრცე, სადაც არც ერთი ქვეყანა არ გაწევრიანებულა მისი და მისი ხალხის ნების გარეშე. ეს არის გზა ღიაობის, სამართლიანობისა და განვითარების. ეს არის ადგილი, სადაც დაცულია თუნდაც ყველაზე პატარა ერი, მისი ენა, სარწმუნოება, იდენტობა და ტრადიცია. ეს არის კავშირი, სადაც დაცულია ადამიანი, ოჯახი, მისი უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, სოციალური მდგომარეობა, მისი პირადი ცხოვრება, მისი ღირსეული სიბერე, სადაც დასულია მისი ყველა უფლება. ევროპული კავშირი თავისი არსითა და იდეით შექმნილია მშვიდობისათვის. არც ერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, არც ერთი ომი არ დაწყებულა ევროპის მიერ მისი დაარსებიდან. სამაგიეროდ, რეალური ომის პარტია ერთია და მხოლოდ ერთი, რომელსაც დღეს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებშიც ვხედავთ, რუსული იმპერიალიზმი. ევროკავშირი კი გვევლინება როგორც თავისუფალი ერების გაერთიანება, რომლის წიაღში ჩვენს ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა მშვიდ და დაცულ გარემოში შეძლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება და საკუთარი თავის განვითარება. ჩვენ 33 წლის წინ შევუდექით ამ გზას და ამ გზაზე ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგნენ და მხარს უჭერდნენ ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებას. მხარს გვიჭერდნენ მორალურად, პოლიტიკურად, ფინანსურად და ინსტიტუციურად. დღეს მაოცებს ის ფაქტი, რომ მიწევს, რომ დღეს ვიღაცები დავარწმუნო იმაში, თუ ვინაა მტერი და ვინაა მეგობარი ჩვენი. ხომ ვიცით, ვინ წაგვართვა ტერიტორიები, ვინ დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ვინ იცავს ჩვენ სუვერენიტეტს და არაღიარების პოლიტიკას. ხომ ვიცით, ვინ აგრძალა ქართული ენის სწავლა და ვინ აღიარა და დაიცვა ქართული ანბანი. ხომ ვიცით, ვინ დაგვიგრია და ვინ აგვიშენა სკოლები. ხომ ვიცით, ვინ გვიჭედავს ეკლესიის კარს და ვინ გვეხმარება ჩვენი ეკლესია მონასტრების აღდგენასა და გადარჩენაში. ხომ ვიცით, ვინ დაგვიწუნა და გამოდევნა ქართული ღვინო და ვინ დააფასა და აღიარა საქართველოს ღვინის სამშობლოდ. ხომ ვიცით, ვისი დახმარებით გახდა ჩვენი ჯარი თანამედროვე სტანდარტების მქონე. ვისი დახმარებით გაძლიერდა სოფლის მეურნეობა და კიდევ ვინ მოთვლის და რა დათვლის, რა დაგვიშავა მტერმა და რა გვიკეთა მეგობარმა. ამიტომ არის, რომ ჩვენს კონსტიტუციაში ასახული საგარეო კურსი ჩვენი მომავალია, უალტერნატივო მომავალი. გამოსავლის გზის მეორე ქვაკუთხედია სტაბილურობა. ამ რეგიონში და ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენთვის მშვიდობიანი პროცესების გარდა გამოსავალი არაა.
არ არის და ვერ იქნება გამოსავალი რევოლუციების თუ სახელმწიფო გადატრიალებების, დესტრუქციის თუ დესტაბილიზაციის გზა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გარეთ ეს ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს მტერს და რომ შიგნით ეს ხელს უწყობს მშვიდობიანი პროცესის დივერსიად წარმოჩენას, დაშინებას, რეპრესიებს და საბოლოოდ ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერებას. სტაბილურობის შენარჩუნების გზა კი მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებზე გადის. არჩევნები დემოკრატიულობის ერთადერთი გზა და ერთადერთი საზომია. არჩევნები დემოკრატიულობის მთავარი ტესტია, რითაც უნდა ასევე შეფასდეს ჩვენი მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანებისათვის. ამ არჩევნებით ჩვენ მთავარი არჩევანი უნდა გავაკეთოთ. ან ევროპული, დემოკრატიული, დამოუკიდებელი საქართველო, ან რუსული ყაიდის, ავტორიტარული და იზოლაციაში მყოფი საქართველო. ასეთ არჩევანს კი სახალხო რეფერენდუმი ქვია. სწორედ ამიტომ მომავალი არჩევნები ამ ქვეყნისთვის იმავე მნიშვნელობის იქნება, როგორიც 1918 წლის არჩევნები, ან 1991 წლის რეფერენდუმი იყო. ანუ ქვეყნის ისტორიული გადაწყვეტილება, ხალხის ხმამ და ხალხის ნებამ ქართველი ერი ხელახლა უნდა დაბადოს და მას საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა დაუბრუნოს. ჩვენ თავს უნდა დავუმტკიცოთ, რომ შეგვიძლია ყველაფერი და რომ ჩვენს მომავალს ვერავინ წაგვართმევს. ამ არჩევნებით უნდა უპასუხოთ ახალგაზრდების და არა მხოლოდ მათ მოლოდინს და გავუხსნათ ჩვენ მოქალაქეებს შესაძლებლობების ველი. ისინი ქვეყნიდან წასვლაზე კი არ უნდა ფიქრობდნენ, არამედ იმაზე, რომ ეს მიწა მათია და მათ უნდა დაწერონ ქვეყნის მომავლის ფურცელი. გამოსავლის გზა გადის ასევე იმაზე, რასაც 33 წლის განმავლობაში ბოლომდე ვერ მივიყვანეთ, ანუ ქვეყნის განსაბჭოება, ანუ საბჭოთა სისტემის გადმონაშთების ამოძირკვა. უნდა ამოვძირკოთ ყველაფერი, რაც იმ შავ-ბნელ წარსულს ახასიათებდა. იზოლაცია, ომი, არარსებული მტრის ხატი, კონსპირაციები და მათი თეორიები, დაპირისპირება, რეპრესიები, ცენზურა, მოსმენა, დასმენა, ფარული ჩანაწერები, კომპრომატების კორიანტელი, მონობა, ორგულობა, ტყვილი, გაუცხოება, შიში და კონფორმიზმი. წარსულს უნდა ჩაბარდეს. ჩვენ დღეს ვისი მომსწრენი და მონაწილენიც ვართ, სწორედაც, რომ ძველი ეპოქის დასასრული და ახალი ეპოქის დასაწყისია. წარსულიდან უნდა განთავისუფლდეთ და განთავისუფლდეთ ოკუპაციისგან. დეოკუპაციის ერთადერთი მშვიდობიანი და რეალური გზა ევროპის გზაა, რომელიც არც ერთ ფარულ გარიგებასა და არც ერთ ტყუილ დაპირებაზე არ გადის. სამაგიეროდ ჩვენ რეალურად შეგვიძლია დავპირდეთ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის საზოგადოებას ერთობლივი განვითარების პერსპექტივა, ადამიანის უფლებების რეალური დაცვა და ნამდვილი მშვიდობა სამხედრო ბაზებისა და მობილიზაციების გარეშე. განთავისუფლდეს უნდა სასამართლო სისტემა, სამართლიანობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება ჩვენი ყველა მოქალაქის მოთხოვნაა. ყველამ ვიცით, რომ სასამართლოს ნეხისა და გავლენებისგან განთავისუფლების გარეშე ეს ვერ მიიღწევა. ყველამ იცის, რომ სასამართლო
ევროპული სახელმწიფოს და მისი სტაბილურობის ძირითადი ქვაკუთხედია. ევროპული გზა ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის განთავისუფლებაზე გადის. ევროპული კანონმდებლობა და სასამართლო ამ განთავისუფლების იარაღია. თუ არ არსებობს სამართლებრივი სივრცის ნდობა, მაშინ ვერც სტაბილურობა იქნება და ვერც გრძელვადიანი ინიციატივა თუ ინვესტიცია. სამაგიეროდ ევროპული კანონმდებლობა იცავს ბიზნესს ყველა გვარი არაკანონიერი თუ პოლიტიკური ჩარევისაგან. აჯანსაღებს მთლიანად ბიზნეს გარემოს და იძლევა ახალი პოტენციალის გამოჩენისა და ზრდის შესაძლებლობას. მარტივად რო ვთქვათ, არავინ დაგიბარებთ თქვენი წილების ვინმესთვის დასათმობად ან სხვა ხარკის გადასახდელად. გათავისუფლებულ ქართულ ბიზნესს რეალური პოტენციალი გააჩნია ევროპული ბაზრის ასათვისებლად. სოციალური გარანტიებით უნდა მოქალაქეც განთავისუფლდეს. ევროპულ სოციალურ კანონმდებლობასთან დაახლოება საქართველოს მოქალაქისთვის ნიშნავს იმას, რომ მისი პირადი, ოჯახური, სამსახურებრივი და საზოგადოებრივი სივრცე იქნება დაცული, რაც ადამიანის ღირსების დაცვის უპირველესი ნიშანია. თავისუფლება უნდა ეხებოდეს საჯარო სამსახურს. ეს ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად საჯარო მოხელე დაემსახურება სახელმწიფოს და არა პირად ინტერესებს, გავლენებსა და პარტიულ დიქტატს. სწორედ ესაა ის, რაც ევროპას უდევს საფუძვლად. მთავრობები, მმართველი პარტიები მიდიან და მოდიან, არავინ ერევა ცალკეული საჯარო მოხელეების საქმიანობაში. არავინ ავალებს ან უგზალავს მათსადმე მოსვლას ან მისვლას, რამის თქმას და ასე შემდეგ. იცვლება პოლიტიკური სპექტრი. საჯარო მოხელე რჩება და მის ხელშია პოლიტიკის თანმიმდევრულობა, სტაბილურობა და სახელმწიფო თუ ადმინისტრაციული მეხსიერება. შიშისგან და რევანშიზმისგან გათავისუფლებული საჯარო მოხელე ქვეყნის მომავლის საუკეთესო საყრდენია. განთავისუფლებული კულტურა არის ასევე მთავარი ერთ-ერთი ნიშანი თავისუფლებისა, რამე თუ არ არის თავისუფლება, არც კულტურა აღარ არის. ჩვენი კრეატიული შემოქმედებითი ენერგია ყოველთვის ახასიათებდა საქართველოს. თავისუფალი საქართველო და თავისუფალი კულტურა დღესაც იპყრობს მსოფლიოს სცენას, გალერეებს, ლიტერატურულ სამყაროს, მაგრამ ამ მიმართულებით მას მეტი მხარდაჭერა სჭირდება და მეტი თავისუფლება, არა ცენზურა, არა შევიწროება. ეს არის ის დარგი, რომელშიც საქართველოს ნამდვილად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას და ღირსეულად დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი. არავინ აღარ და არასოდეს არ უნდა ჩართოს თავისუფალი სპორტსმენი პოლიტიკის მორევში. ტოტალიტარული რეჟიმების მახასიათებელია მიითვისონ სპორტსმენების გამარჯვებები, მიისაკუთრონ მათი მედლები და წარმატებები და ეს ყველაფერი ვითომც და მართველი გუნდის დამსახურება იყოს. ეს მათი გამარჯვება კი არა, სპორტსმენებისა და მათთან ერთად მთლიანად ქვეყნის გამარჯვება. ამიტომ ვიზიარებთ ყველა სიხარულსა და სიამაყეს, როცა ისინი საქართველოს დროშასა და ჰიმნს წარადგენენ მთელი მსოფლიოს წინაშე. ეს განთავისუფლების გზა უთუოდ გასავლელია და ამ გზას ვერ გავივლით, თუ არ შეეხება ასევე პოლიტიკურ სივრცეს. საბჭოთა გადმონაშთი სხვა თუ რა არის, თუ არა ერთპარტიულობა,
ერთი პარტიის მიერ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტისა და საჯარო სტრუქტურების მონოპოლიზება. საბჭოთა გადმონაშთია ბელადის და პარტიის ინტერესებზე სახელმწიფო ინტერესების დაქვემდებარება. საბჭოთა გადმონაშთისგან უნდა გათავისუფლდეს ჩვენი მენტალობა და მეხსიერებაც. სწორედ ამ გათავისუფლებულ მეხსიერებაზე უნდა დაშენდეს ჩვენი მომავალი, რათა აღარასდროს დავუშვათ საბჭოთა წარსულის განმეორება. ამ ყველაფრის მთავარი დამცველი კი თავისუფალი საზოგადოება და თავისუფალი აზროვნებაა. წნეხისგან, შიშისგან თავისუფალი. დამოუკიდებელი ადამიანი დამოუკიდებელ ქვეყანაში. გაუმარჯოს დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს. გილოცავთ თქვენს ყველას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. სიტყვა ეძლევა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. მოგესალმები საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საპატრიარქო ტახტის მოსახდრეს, მეუფე ჭიოს, საპატრიარქოს წარმომადგენლებს, დედაქალაქის მერს, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, ქართულ ჯარს, მოგესალმები საქართველოს პარლამენტის წევრებს, საქართველოს მთავრობის წევრებს, მოგესალმები კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელებს, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელებს, მოგესალმები ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელებს, მოგესალმები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მოგესალმები მოწვეულ სტუმრებს, მოგესალმები ჩვენს ძვირფას თანამემამულეებს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ თითოეულ ქართველს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ზეიმობს ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ წვევამდელებს, რომლებმაც ამ ღირსშესანიშნავ დღეს დადეთ სამშობლოს ერთგულების იცი. 3,000 წელია ქართველები ერთგულად შრობობდნენ, იბრძოდნენ და თავს ირავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. იმპერიათა გზაგასაღარზე სწორედ ამ ერთგულებამ და თავგანწირვამ შეაძლებინა ჩვენს პატარა, მაგრამ ამაყ ქვეყანას შეენარჩუნებინა თავისუფლება და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ქეთს ვიხრი თითოეული გმირის წინაშე, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობას ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე შესწირა. 106 წლის წინ 26 მაისს აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და საფუძველი ჩაეყარა პირველ ქართულ რესპუბლიკას, რომელმაც მართალია მხოლოდ 3 წელიწადი იარსება, მაგრამ დემოკრატიული მმართველობის უძვირფასესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. 70 წლიანი საბჭოთა მმართველობის დასასრულს 1990 წელს საქართველოში ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები, ხოლო 1991 წელს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. მას შემდეგ საქართველო გადის ერთგვარ მოსეს გზას, რომელიც დარწმუნებული ვარ აღთქმულ მიწამდე აუცილებლად იგვიყვანს. ჩვენი აღთქმული მიწა, ანუ ქართული ოცნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. გასული 34 წლის მანძილზე საქართველომ მრავალი განსასწრელი გამოიარა. გამოვიარეთ 3 ომი 90-იანი წლების დასაწყისში. 2012 წლებში გამოვიარეთ ფაქტობრივი დამოუკიდებლობის დაკარგვა, ავტორიტარიზმი, აგენტურის მმართველობა და მეოთხე ომი. საზოგადოების გამოსცემობა და პოლიტიკოსების ღალატი ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების 20%-ის დროებით დაკარგვად დაუშვდა. 2012 წლიდან დღემდე გამოვიარეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შერყევის არაერთი მცდელობა, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში.
საქართველოს და მისი დამოუკიდებლობა დღესაც ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა დღეს ქართული საზოგადოება ბევრად უფრო გამოცდილია, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში იყო. ხოლო ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დგას და მის ეროვნულ ინტერესებს იცავს. სწორედ ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ერთიანობამ და გონივრულმა ნაბიჯებმა მოგცა იმის შეასრულება, რომ ეგზისტენციური საფრთხეების და მრავალმხრივი ღალატის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად, გასული 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა. საქართველოს უახლოესმა ისტორიამ და თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა განსაკუთრებული სიცხადით აგვანახა, რომ სუვერენიტეტი ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე ეფექტიანი გარანტია. სწორედ ამიტომ დღეს როგორც არასდროს უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. სწორედ ამიტომ დღეს როგორც არასდროს უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოს ეროვნული იდენტობის სამ საყრდენს, მამულს, ენას და სარწმუნოებას. სწორედ ამიტომ დღეს როგორც არასდროს უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავამარცხოთ სიძულვილი, რადგან მტრობით დანგრეული შენება მხოლოდ სიყვარულით არის შესაძლებელი. 3000 წლების განმავლობაში იმპერიათა დაპირისპირების ეპიცენტრში მდებარე ჩვენი პატარა ქვეყანა ქართველებმა სწორედ სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარულით გადავარჩინეთ. დიდი იმპერიები შდებოდნენ და ქრებოდნენ, რადგან მათი მამოძრავებელი ერთადერთი ძალა ანგარება და სიძულვილი იყო. ღვთისმშობლის წილქოთ ჩვენს ქვეყანას კი, რომელიც მამულს, ენას და სარწმუნოებას იცავდა და ღმერთის სამშობლოს და ადამიანის სიყვარულს არივიწყებდა, საუკუნეების მანძილზე ღმერთი იფარავდა. ღმერთის სპარველობით და თითოეული ჩვენგანის შრომითა და ბრძოლით ჩვენ აუცილებლად ავიხდენთ ქართულ ოცნებას და შევქმნით ერთიან და ძლიერ საქართველოს, რომელიც სუვერენიტეტით, ღირსებით და ფასეულობებით აიკავებს კუთვნილ ადგილს საერთო ევროპულ ოჯახში. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის სპარველი. სიტყვა ეძლევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა ბაბუაშვილს. მივესალმები ქალბატონ პრეზიდენტს, მივესალმები ბატონ პრემიერ-მინისტრს, მივესალმები თავდაცვის მინისტრს და თავდაცვის ძალების მეთაურს, მივესალმები პარლამენტის და მთავრობის წევრებს, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეებს, მივესალმები საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს მეუფე შიოს, მივესალმები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მივესალმები ჩვენს ხალხს და ჩვენს ჯარს. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მრავალ თაობათა ნანატრ სიხარულს, ერთ მუშტად შეკრული ერის ნების გამოხატულებას და ქართული სულის ამოძახილს. დღევანდელი დღე განასახიერებს საქართველოს მოსახლეობის დაუოკედეს სწრაფვას საკუთარი მომავლის თავად განკარგვის უფლების მოსაპოვებლად, სხვა ერთაშორის ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად და განვითარების უსაფრთხო გარემოს საბოლოოდ განსამტკიცებლად. ეს დღე საუკუნეების მანძილზე მტრებთან ბრძოლაში სისხლად დაღვრილი ძალისხმევის და მიწასთან დაუნებებელი ჭიდილის შედეგია. თუმცა ბრძოლა თავისუფლებისთვის არასდროს მთავრდება. ვით უმეტეს ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის, რომელსაც ადგილსამყოფელად განგებამ უდიდეს ცივილიზაციათა გზაჯვარედინი არ გუნა. მტერმოყვარეები ხშირად ცდილობდნენ ქართველების დაბნევას, უცხო დროშაზე სწორებას და სხვა მზის დაფიცებას. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ერთი დროშა, ერთი გერბი, ერთი ჰიმნი და ერთი სამშობლო. ყოველთვის, როცა ჩვენი ქვეყნის თვითყოფადობა საფრთხე ემუქრებოდა, ქართლში იღუძებდა 1000 წლეულების ისტორიულ ქარტეხილებში გამობრძმედილი უძველესი გენი და სიბრძნით განათებული გონი, რომელსაც ჩვენი ერი სამშვიდობოზე გაჰყავდა. ასე იყო წინათ, ასეა დღეს და ასე იქნება ხვალაც. საქართველომ თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობით, ბრძოლით და ადამიანური ღირებულებებისადმი ერთგულებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის ქვეყანა, რომელსაც თავის გადასარჩენად არასდროს მოუსურვებია სხვა ერის ხალხთა სისხლისღვრა, არასდროს უცდია სხვის ხარჯზე საკუთარი ინტერესების წინ დაყენება და არასდროს უკადრებია სხვათა დაჩაგვის გზით კეთილდღეობის მოპოვება.
პირიქით, მეგობარ ერთად თავისუფლებისთვის ყოველთვის პირველი იმაღლებდა ხმას უსამართლობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ. გზა, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია დამოუკიდებლობის მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის, ისეთივე კეთილშობილურია, როგორც თავად მიზანი. ჯარისკაცებო, თქვენ დღეს დადეთ ფიცი ჩვენი სამშობლოს დროშის წინაშე და შეკარით პირობა, რომ იქნებით საქართველოს დამოუკიდებლობისა და მშვიდობის უპირველესი მცველები, დამოუკიდებელი საქართველოს ჯარისკაცები. დღეს თითოეული თქვენგანი შეუერთდა ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი ეროვნული სულის, შეუპოვრობისა და სიმამაცის პირდაპირი გამოხატულებაა. დღეს თქვენ ხართ ქუჯის და ფარნავაზის, მირიანის და გორგასლის, დავითის, თამარის და ერეკლეს ჯარი. მათი ათასწლოვანი მხედრული ტრადიციების ღირსეული გამგზელებლები. თქვენს უკან ჩვენი სამშობლოა და საქართველოს თითოეული მოქალაქისგან შემდგარი ლაშქარი. ჩვენ ყველას ერთი ეროვნული მისია გვაქვს. ჩვენი მამულის, ჩვენი ენის, ჩვენი სარწმუნოების დაცვა და განმტკიცება. ეს წმინდათა წმინდა მისიაა, რომელიც წინაპართაგან გადმოგვეცა და რომელსაც ვერასდროს ვერავინ ჩაგვინაცვლებს. ჩვენ არასდროს შეგვშლია მტრისა და მეგობრის გარჩევა. მოყვარეს, მუდამ მოყრულად ხვდებოდით, ხოლო მტრებისთვის ავი მუსაიფები ვიყავით. ამ პრინციპით მოვედით დღემდე და ასე იქნება მომავალშიც. რამდენადაც დამოუკიდებლობა არის ეროვნული იდენტობის შენარჩუნების წინაპირობა, იმდენად ისწრაფის ჩვენი სამშობლო ევროპასა და მსოფლიო ერთობაში თანასწორი ადგილის დამკვიდრებისკენ. ამ სულისკვეთებით იბრძოდნენ ჩვენი ჯარისკაცები საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში, სადაც ოქროს ასოებით ჩაწერეს ქართველი ჯარისკაცის სახელი. გასაჭირის ჟამს ყველგან და ყოველთვის წინა ხაზზე ძგერდა ქართული გული. ჩვენ იქ მივდიოდით გულით და არა ანგარებით, რწმენით და არა დავალებით. აქ ცოტანი, იქ ლამის ყველაზე ბევრი ვიყავით. საერთაშორისო მისიებში ჩვენი წვლილი გამორჩეული იყო, რადგან მსოფლიოს წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობა არასდროს გაგვიზომავს ჩვენი ქვეყნის სიდიდით. ამიტომაც მოელის ქართველი ხალხი, რომ ჩვენდამი დამოკიდებულებაც იქნება არა ჩვენი ქვეყნის ზომით, არამედ ჩვენი ხალხის გულის სიდიდით განსაზღვრული. ქართველი ჯარისკაცის თავდადებასა და გაუტეხლობას ლეგენდებისა და მითების შექმნა არ სჭირდება, რადგან ამ უწყვეტი ისტორიის ფესვები 1000 წლეულებს ითვლის. ღირსეულ მეფეთა ლაშქრებიდან მოყოლებული ჩვენ თვალწინ ჩადენილი საარაკო გმირობებით. ქეცვიყრი ყველა ამ ქართველი გმირის წინაშე, რომელთა საგმირო საქმეები საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის საყრდენშია ჩაჭედილი. ძვირფასო მეგობრებო, ეს დღე ჩვენია, საქართველოს თითოეული მოქალაქის, მათი, ვისაც გულწრფელად უყვარს ეს ქვეყანა განურჩევლად განსხვავებებისა. ჩვენ არ გვაქვს უფლება თითოეული გულისცემა, რომელიც ამ ქვეყნისთვის ძგერს, ერთ დიდ ქართულ ერთობად არ ვაქციოთ. ამიტომაც მივმართავ ყველას, ამ ქვეყნის შვილებს, ჩვენს აფხაზს და ოსმებსა და დებს, ერთსა და ბერს, დიდსა და პატარას. გავერთიანდეთ საქართველოსთვის, ჩვენი საერთო მომავლისთვის, ხვალინდელი დღისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გაგვაჩნია. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კიდევ ერთხელ გილოცავთ ქართველ ჯარისკაცებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ოჯახებს და ქვეყნის ნამდვილ მეგობრებს. დიდება საქართველოს, ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი. სიტყვა ეძლევა საქართველოს ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრს ბატონ ირაკლი ჩიქოვანს. ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარეო, მთავრობისა და პარლამენტის პატივცემულო წევრებო, მეუფე შიო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, ბატონო გენერალებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, პატივცემულო სტუმრებო, ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განასახიერებს საქართველოს მოქალაქეების თავგანწირვითა და გმირობით გაჯერებულ მუდმივ სწრაფვას
თავისუფლებისაკენ და თავისუფლება მოპოვებული სახელმწიფოს ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის. სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ტრადიციები, სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის წარმომადგენლების მიერ გამდიდრებული იდენტობა, ტოლერანტობა და მრავალათასწლოვანი კულტურა წარმოადგენს ჩვენი სამშობლოს სიძლიერის საფუძველთა საფუძველს. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდია ეროვნული მოძრაობის თავკაცები მათ უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის აღდგენაში. დიდება მათ ხსოვნას. ეს დღე მინდა განსაკუთრებით მიულოცო თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს. თქვენი მხედრული სულისკვეთება და მაღალი პროფესიონალიზმი არის ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის ფარი. ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და თავდადება საზოგადოდ არის აღიარებული. საქართველოს თავდაცვის ძალები ურთიერთთავსებადობის თვალსაზრისით მოწინავეა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ასპირანტი და პარტნიორი სახელმწიფოებს შორის. ეს აღიარება მაღალი პროფესიონალიზმის და უდიდესი თავგანწირვის ფასად არის დამსახურებული. საქართველოს დამოუკიდებლობა სხვადასხვა თაობის გმირების თავგანწირული ბრძოლის შედეგია. მინდა პატივი მივაგო ყველა იმ გმირს, რომელთაც სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და მსოფლიო მშვიდობის დაცვას. ქეთს ვიხრი თითოეულის ხსოვნის წინაშე. მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატო მათი ოჯახების მიმართ. თქვენ აღზარდეთ გმირები. დღევანდელი დღე მინდა მიულოცო ჩვენ სახელოვან ვეტერანებს, რომლებიც ღირსეულად იბრძოდნენ საქართველოსთვის და მისი უკეთესი მომავლისთვის. საქართველოს დამცველებო, თქვენი თავდადება ფასდაუდებელია. ულოცავ და დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს დაჭრილ დაშავებულ მებრძოლებს, რომელთა დაუმარცხებელი სული სამაგალითოა ყველა ჩვენგანისათვის. რეკრუტებო, მოგესალმებით. გილოცავთ 26 მაისს. თქვენ ისტორიულ დღეს დადეთ ფიცი და შემოუერთდით საქართველოს თავდაცვის ძალებს. ჯერა ეს გადაწყვეტილება მუდამ იქნება თქვენი და თქვენი ოჯახების ერთ-ერთი ყველაზე საამაყო დღე. დარწმუნებული ვარ, პირნათლად მოიხდით თქვენ სამხედრულ ვალს საქართველოს წინაშე. რეკრუტებო, თავდაცვის ძალები ერთი დიდი ოჯახია, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა მოქალაქეს და აქვს უზენაესი სახელმწიფოებრივი მიზანი დაიცვას ჩვენი სამშობლო. დამოუკიდებლობის დღეს ულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი შრომითა და მონდომებით ქმნის ჩვენი ქვეყნის ძლიერ და ნათელ მომავალს. ჩვენს ექიმებს, მასწავლებლებს, პოლიციელებს, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებს, მეწარმეებს, ფერმერებს, ყველას, ვისაც თავისი წვლილი შეაქვს ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობაში და გაძლიერებაში. ყველანი ერთად ვაძლიერებთ დამოუკიდებელ სუვერენულ საქართველოს, რაც მისი ყველა მოქალაქის თვითრეალიზების, განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა. ზუსტად ასეთი საქართველო დაიმკვიდრებს თავის ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში. მინდა მივმართო ჩვენ აფხაზ, ოს, დებს და ძმებს. მხოლოდ ერთიან, ძლიერ და თავისუფალ საქართველოში შევძლებთ საკუთარი იდენტობის დაცვას და გაძლიერებას. სწორედ ერთიანი საქართველოა და არა ოკუპაციით გახლეჩილი სამშობლო კეთილი მომავლის საწინდარი. მტკიცედ მწამს ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას და გაძლიერებას. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი. ქალბატონებო და ბატონებო, 2023 წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. ჩვენი ისტორიით, წარსული დიდებით, კულტურით და ტრადიციებით ჩვენ ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით ევროპის ნაწილი. არავით არის სხვა გზა არ გაგვაჩნია. ჩვენს სწრაფვას ევროპისკენ ალტერნატივა არ აქვს. ქალბატონებო და ბატონებო, ჯარისკაცის მრწამსი. თუ ვარ საქართველოს ჯარისკაცი. ერთგულად ვსახურები ჩემს სამშობლოსა და ჩემს ხალხს. პატივსცემ ჩვენი ქვეყნის წარსულს.
სამართლოს და ვიბრძვი უკეთესი მომავლისათვის. საქართველოს სახელით ვიწავ მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. მე ამაყება რომ ვარ ქართული ჯარის რიგებში და ვიცავ მის ღირებულებებს. ყველგან და ყოველთვის დავიცავ საქართველოს დროშას. აღიზებით ვატარებ მუნდირს. პასუხისმგებლობით ვასრულებ დაკისრებულ მოვალეობას. არასოდეს მივატოვებ ჩემს თანამებრძოლს ომსა თუ მშვიდობაში. ის მივაგებ გვირაბ და ქელს ვიხრი მათი თავდადების წინაშე. მენა გამარჯვებისა ჩემი გამკლავია ბრძოლის თვალზე. მე ვარ იქ, სადაც ჩემს სამშობლოს ჭირდები. სამშობლოსათვის. აი ხიდის თავშევრათ პირობა ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ზამანია ჩავხდეთ მუხრანა ბატონსა თავს დავანგრიოთ ბანია Schautet Buchran Batosa
ქალბატონებო და ბატონებო, საზეიმო ღონისძიებაში მონაწილე ქვედანაყოფები უბრუნდებიან დისლოკაციის ადგილს. ერთად გავაცილოთ საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა. ქალბატონებო და ბატონებო, დღეს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა სადემონსტრაციო გადაფრენაში ასრულა. სადემონსტრაციო ფრენებში მონაწილეობდა 15 საფრენი აპარატი, მათ შორის 3 სატრანსპორტო მრავალფუნქციური შეუფრენი UH-RTH იროკეზები, ფრინავის პოლკოვნიკ სულხან საბათის მეთაურობით, 4 საბრძოლო მოიერიშე შეუმფრენი Mi-24, რომელსაც მეთაურობდა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, ფრინავი პოლკოვნიკი სერგო ნინუა, 8 საბრძოლო მოიერიშე თვითმფრინავი Su-25, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შერეული საავიაციო ესკადრილიის მეთაურის, ფრინავის პოლკოვნიკ შოთა თევზაძის მეთაურობით. სულ გადაფრენაში მონაწილეობდა 22 მფრინავი, მათ შორის 15 ხომალდის მეთაური, 7 მეორე მფრინავი და 10 ბორტტექნიკოსი. საფრენ აპარატს მიწისზე და მომსახურებას უწევდა 52 სამხედრო მოსამსახურე, 11 ინჟინერი, 17 ტექნიკოსი და 23 მექანიკოსი. ქალბატონებო და ბატონებო, ყოველ 26 მაისს სამხედრო მარშს ასრულებს საქართველოს ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი 1992 წლის 5 ივნისს დაარსდა. ის ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი სახელისუფლებო დონისა და საქართველოს თავდაცვის სისტემაში დაგეგმილ საპროტოკოლო, სარიტუალო და საზეიმო ღონისძიებებს აფორმებს მუსიკალურად. მონაწილეობს კლასიკურ და თანამედროვე კონცერტებში. თავდაპირველად ორკესტრის რეპერტუარში ძირითადად სახელმწიფო ჰიმნები, სამხედრო მარშები და სხვა სარიტუალო მუსიკალური ნაწარმოებები შედიოდა. ბოლო პერიოდში რეპერტუარი გაიზარდა და ამჟამად ორკესტრი მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორების კლასიკურ და თანამედროვე ნაწარმოებებსაც ასრულებს. სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის უფროსი, მთავარი დირიჟორია ვიცე-პოლკოვნიკი კობა მერმანიშვილი. ყოველწლიურად 26 მაისს ჩვენთვის უძვირფასეს დღეს ვიხსენებთ ყველაფერი იმას, რაც გვაერთიანებს და გვეამაყება. ვიხსენებთ დიდებულ წარსულს, ქართული ჯარის სიმტკიცეს, პატრიოტიზმსა და ბრძოლის ჟინს. კიდევ ერთხელ მადლობა ყველა დროისა და ეპოქის ქართველ ჯარისკაცებს. მადლობა ჩვენს გმირებს.
თავად საქართველოს კიდევ ერთხელ გილოცავთ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჯერა ხვალინდელი დღის, ჯერა რომ საქართველო იქნება მუდამ ერთიანი, ძლიერი და გაბრწყინებული. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალს დახურულად ვაცხადებთ.